სრულყოფილება, რომელთანაც დღეს მიუნხენის ბაიერნი ასოცირდება, ყოველთვის ასე არ არსებობდა. როდესაც ბუნდესლიგა 1963 წელს დაარსდა, ბაიერნი საერთოდაც არ მოხვდა დამფუძნებელ კლუბებს შორის. იმ პერიოდში გერმანიის ყველაზე ძლიერი გუნდი, მათი ქალაქის მთავარი მეტოქე 1860 მიუნხენი იყო. თუმცა 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იან წლებში ბაიერნმა ძალიან სწრაფად დაიწყო აღმავლობა. ოქროს თაობამ კლუბი ევროპულ გრანდად აქცია. ამ გუნდს წინ მიუძღვებოდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი, ზეპ მაიერი და გერდ მიულერი არიან. ბაიერნმა ზედიზედ 3 ევროპის თასი მოიგო 1974-დან 76 წლამდე, რამაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა კლუბის იდენტობა. 1990-იან წლებში ისინი უკვე მყარად იყვნენ გერმანიის ყველაზე ძლიერ გუნდად ქცეულნი, ხოლო 21 საუკუნეში მათი დომინაცია კიდევ უფრო გაიზარდა. ბაიერნის ერთ-ერთი მთავარი ძალა ისაა, თუ როგორ იმართება კლუბი. იმ გუნდებისგან განსხვავებით, რომლებიც მდიდარ მფლობელებზე არიან დამოკიდებულები, ბაიერნი ყოველთვის თვითკმარობაზე აკეთებდა აქცენტს. ამ სტრატეგიის მთავარი არქიტექტორი იყო ული ჰიონესი, კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც 1979 წელს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ბაიერნი ფინანსურ ზესახელმწიფოდ გადაიქცა. ჰიონესის მიდგომა 3 ძირითად პრინციპს ეფუძნებოდა. პირველი, გონივრული ტრანსფერები. ბაიერნი ან ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდულობდა ან პერსპექტიულ ახალგაზრდა ტალანტებს. მეორე, ბიზნესის მნიშვნელობა კლუბის მართვაში. სპონსორული შეთანხმებები ისეთ გიგანტებთან, როგორებიც არიან ადიდასი და ალიანსი, კლუბის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. მესამე პრინციპი კი ლეგენდების ჩართულობა იყო გადაწყვეტილების მიღებაში. ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად კარლ ჰაინც რუმენიგა და ოლივერ კანი, მნიშვნელოვან როლებს ასრულებდნენ მენეჯმენტში. ჰიონესის ფილოსოფიამ ბაიერნი ფინანსურად ძლიერად დატოვა და დომინაცია მოედანზე შეუნარჩუნა. მისი წასვლის შემდეგაც კი ეს მიდგომა კლუბის წარმატების ბირთვად დარჩა. ბაიერნის დაუნდობელი სატრანსფერო სტრატეგიაც მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. წლების განმავლობაში მათ კონკურენტებს პირდაპირ გამოაცალეს ლიდერები. რობერტ ლევანდოვსკი, მაც ჰუმელსი და მარიო გიოცე პირდაპირ დორტმუნდის ბორუსიადან გადაიყვანეს. ასევე გაიფორმეს დაიო უპამეკანო და კონრად ლაიმერი ლაიფციგიდან. ასეთი მიდგომა ბაიერნს აძლიერებს, ხოლო მათ მეტოქეებს ასუსტებს. დამატებითი ფაქტორია ეგრეთ წოდებული 50+1 წესი, რომელიც კერძო ინვესტორებს გერმანულ კლუბებში საკონტროლო პაკეტის ფლობას უკრძალავს. ეს წესი იცავს კლუბებს გაუფრთხილებელი ხარჯვისგან და ინარჩუნებს გულშემატკივართა მონაწილეობას, თუმცა ამავე დროს ზღუდავს მილიარდერების ინვესტიციებს, როგორც ეს პრემიერ ლიგაში ხდება. ბაიერნმა ამ ბარიერის გარშემო გამოსავალი იპოვა, ძლიერ კორპორაციულ პარტნიორებს მიანიჭა წილები კლუბში. იმ დროს, როცა დორტმუნდი და ლაიფციგი რესურსების დეფიციტს განიცდიან, ბაიერნს ეს პრობლემა არ აქვს. ისინი საკუთარ ფულს გამოიმუშავებენ, გონივრულად აბანდებენ და წლიდან წლამდე აგრძელებენ დომინაციას. ბაიერნი საკუთარი აკადემიის მეშვეობითაც ზრდის მსოფლიო დონის ფეხბურთელებს. ამის საუკეთესო მაგალითია ტომას მიულერი, ერთგული ლეგენდა, რომელიც კლუბის აკადემიიდან წამოვიდა და 2009 წლიდან მოყოლებული წარმატების განუყოფელი ნაწილი გახდა. ფილიპ ლამიც, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენამცველი, ასევე ბაიერნის ახალგაზრდული სისტემის პროდუქტია და მოგვიანებით გუნდი არაერთ ტიტულამდე მიიყვანა კაპიტნის სამკლაურით. ტაქტიკური ევოლუცია და ადაპტაციის უნარიც ბაიერნის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. წლების განმავლობაში კლუბს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები ჰყავდა, რომლებმაც საკუთარი ხედვა დაამატეს. იუპ ჰაინკესმა 2013 წელს გუნდი ტრებლამდე მიიყვანა და ჩამოაყალიბა დამანგრეველი შეტევითი სტილი. მისი წასვლის შემდეგ პეპ გვარდიოლამ ბაიერნი ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ გუნდად გარდაქმნა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე დომინაციას. 2020 წელს ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით გუნდი მაღალ პრესინგზე და პირდაპირ შეტევაზე გადაერთო, რამაც ისტორიული 6 ტიტული მოუტანა. ბაიერნის უნარი შეუფერხებლად გადაერთო სხვადასხვა სტილს შორის ბურთის ფლობიდან მაღალ პრესინგსა და სწრაფ შეტევით ფეხბურთამდე, მათ ნებისმიერ მეტოქესთან ადაპტირების საშუალებას აძლევს. იმ კლუბებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ ლიგაში დომინირებენ, მაგრამ ევროპაში პრობლემები აქვთ, ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილური წარმატება შეინარჩუნა. გერმანიაში მიუნხენელების დომინაციის მიზეზი ბაიერნის ფინანსური უპირატესობაა. კლუბი გაცილებით მეტ შემოსავალს იღებს სატელევიზიო კონტრაქტებიდან, სპონსორებიდან და ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობით, ვიდრე მისი შიდა კონკურენტები. ამას ემატება შემადგენლობის სიღრმე. ბაიერნს შეუძლია როტაციაში გამოიყენოს მსოფლიო დონის ფეხბურთელები. გერმანიის ერთკლუბიანი დომინაცია დიდ დებატებს იწვევს. ეხმარება ეს ბუნდესლიგას თუ პირიქით აზიანებს. ერთი მხრივ კონკურენციის ნაკლებობა ამცირებს ლიგის გლობალურ მიმზიდველობას, გულშემატკივრებს სურთ ნამდვილი სატიტულო ბრძოლა და არაერთი და იგივე გუნდის მიერ თასის ყოველწლიურად აღმართვა. მეორე მხრივ კი ბაიერნის სტაბილურობა ევროპულ არენაზე ინარჩუნებს ბუნდესლიგის ძლიერ რეპუტაციას ჩემპიონთა ლიგაში და ეხმარება გერმანიას შეინარჩუნოს წამყვანი ლიგის სტატუსი. საბოლოოდ ბაიერნის დომინაცია შემთხვევითი არ არის. ეს არის ისტორიის, გონიერი მენეჯმენტის, ფინანსური უპირატესობისა და ელიტური ფეხბურთელების შერჩევის შედეგი. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც წლიდან წლამდე ტოვებს კლუბს მწვერვალზე და სხვა გუნდებისთვის გამოწვევას თითქმის გადაულახავს ხდის. კითხვა აღარ არის, გაჩერდება თუ არა ბაიერნი. არამედ ის, შეძლებს
თუ არა რომელიმე კლუბი საკმარისად დიდხანს შეინარჩუნოს მაღალი დონე, რათა რეალურად დაანგრიოს ეს დომინაცია.